მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გახლავთ ჩვენი სტუმარი ბატონი ნიკა მელია და მადლობა ნიკა რომ დამთავრდიდან ესე ვთქვათ პირველად ინფორმაციებს მივიღებთ რა ხდება საბჭოთა საქართველოში მე პირადად ჩემს აი ამ შემოწმებელ ვერსიას შემოგთავაზებ სტატისტიკის უმაღლესი კალკულაციის უახლოესი კალკულაციის მიხედვით ხუთსულიანი ოჯახის ოფიციალური ესე თქვა თვიური საარსებო მინიმუმი 661 ლარი და 20 თეთრი არისო. აი არ მინდა ახლა გვარამიას ის მივაყოლობა. რიცხვილია აი ამის გამოქვეყნებას კი აი ნიკა 5 რო ესე იგი 361 რო გაყო 60 ლარიც არ გამოდის და რებს არო წერენ და ნუ თუ ეს არის თავი აქვს მოსაჭრელი მთავრობას მაშინ არ არის ცხოვრების დონე ჩვენთან აი მინიმუმზე მინიმუმადაც კი აღსაქმელი და არადა ეს 5-სულიან ოჯახზე დაწერს და 1-სულიან დადგენილი იგივე საქსტატის მიერ 1-სულიან ოჯახზე ანუ 1-სულზე არის საარსებო მინიმუმ 260 ლარი თორე 260 სისულელი ახლა ეს 1500 კალორია არის ეს შიმშილის ზღვარზე 1500 კალორიას 30 დღეზე რო გადაამროლებს 60 ლარი არა 5-სულიანზე მოდი 5-სულიანზე არ თქვით 360 ლარი 361 ლარი და 361 ლარი 5-სულიანზე ნუ ეხა სასაცილოც არ არის თავი დავამატე 2 ლარი გამოდის დღეში აქ არ შედის ტრანსპორტის ხარჯები არაბელი მარტო საყვებზე კომუნალური გადასახადები მაგას ვამბობ და ბაბატიეთ არა 160 ლარი არის 1-სულზე საარსებო მინიმუმი ხა წამოდგინე 5-სულიან ოჯახზე დღეს სახელმწიფო გვეუბნება რომ გადარჩეს და არ მოგწეს შიერი 360 ლარიაო საკმარისი მაშინ როდესაც იქვე ამბობს რომ 1-სულზე 160 ლარი არის აუცილებელი არა ნუ ეს არის ცუდი სიტუაცია ცუდი გარემო ბოლო 6 წლის განმავლობაში მე ამაზე ცოტახანი მუშაობდი ნამდვილად დაზუსტებით ხელს მოვაწერ ამ მონაცემებზე ვიცი ბოლო 6 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში რაც ოცნება მოვიდა მართლმსადობებით და 60%-ით არის ფასები გაზრდილი მარტო მედიკამენტებზე 17%-ით გაზრდილი არის ფასები კომუნალურ გადასახადებზე იქ 20%-ით ჯანდაცვის მომსახურებას და ასე შემდეგ ხო და პირიქით გვირდებოდა ხო ახლა 5 თეთრი გახდება ელექტროენერგიაზე ტარიფი და 23, 28, 30 გააჩნია. ნუ მოგვატყულეს, კარგი. არა, ამას თავი დავანებოთ. ანუ რითი ხელმძღვანელობენ, როდესაც ამბობენ რომ 5-სულიან ოჯახს რომ არ ამოწყდეს შიმშილით 360 ლარი და 20 თეთრი ეყოფაო. აი მართლაც რომ რაღაც მათი მეთოდოლოგიით ეს ციფრები და ეს ლარები დაუждეთ ხო კალკულაციის შედეგად. არ უნდა გამოვაქვეყნო. იმდენად სასაცილოა რომ 360 ლარად 5 ადამიანი თუ გადარჩება 30 დღის განმავლობაში ხელებს ავწევ თქვენ სტუდიაში ასე გამოვა. არა, ხშირად უნდა იარო ნიკა რა არის მე მახსოვ ხარ აი ოქტომბრის თუ არა ვსდები სადა 18 თუ 20-ში იყავი ჩემი სტუმარი ნიკა მართა მაინტერესებს რა აი არ მინახარ იმის შემდეგ და ახლა ნუ ბარომეტრი არსებობს რა წნევის გამზომი. წნევა არის ავარდნილი რა პოლიტიკური წნეხი არის ისეთი ძალიან უცნაურია და ჩემს აი შეგრძნებებს და ჩემს შტაბის წლებებს მოგიყვება. აი ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში თერსოფელში ხა ვიგეთ 600-მა კაცმა მისა ნაცების კანდიდატს 12-მა მისა კოცების კანდიდატს და მეორე ტურში 600 მიაცემინეს იმაზე და რაღაც 30 თუ 40 აი ესე რაღაც 20 დღეში თუ 28 დღეში აი ესეთი ნუ გაყალბება არის თუ ვერ გაიგებ პირველ ტურში ჯამურად ოპოზიციამ დაახლოებით 15000 ხმით მოუგო სალომე ზურაბიშვილს და მეორე ტურში ნუ რა ჩაიდინეს და ნუ ხალხი შემოაყო მაინტერესებს რა რა ფოზი ჩატარდა 400 ხმით ანუ 28000 ხმა იყო გრიგოლ ვაშაძემ და 28400 ხმა დაახლოებით დაიწერა სალომეს დაიწერა მინიმუმ 4000 ხმა გააკეთეს რასაც უტოდებენ თავად 4000 ხმა გააყალბეს საღამოს 8 საათიდან ოდესაც უბნები დაიხურა საღამოს და ვერ გააყალბეს ხალხმა გატეხეს ძალიან ბევრ უბანს არ ვიტყვი მაგრამ ნუ საკმარისი რაოდენობის უბანი უკვე ოდესაც გამოცხადა წინასწარი შედეგები
მთელი ქვეყნის მასშტაბით ეგზიტულის სახით. აი შედეგი დაწერეს და არა მარტო ზუგდიდის რაიონში ხა. ხო, არა, თითქმის ყველგან ესე მოხდა. კეთის სიდისერი არჩევნები რო ჩატარებული იყო ხა ზუგდიდის რაიონში მით უმეტეს მაქსიმუმ 35% აიყო მაქსიმუმს გეუბნებით რა. ანუ დაშინებით, შანტაჟით, მუქარით, თავისი ინიციალების ძალდატანებით დატანით ბიულეტენებზე. აი დათო აკუბარდია, ხო? ეუბნებოდა საჯარო სკოლის პედაგოგი. ეუბნებოდნენ ბატონო დავით, თქვენ რომ მიხვალთ და შემოხაზავთ სალომე ზურაბიშვილს, იქვე ბიულეტენში სანამ დაკეცავთ და კონვერტში ჩადეთ, ინიციალები დაუსვით. აი, ეს აკუბარდია იყო. დიახ, არა, ეს იყო ტოტალურად. მეორე ტურში მოდით პირდაპირ ვთქვათ, ყველა ასე ვთქვათ, შავი, არსებული, არარსებული, არქაული ფანტაზიის მიღმა არსებული ასე თუ მეთოდი აამოქმედეს. და გამოიფიტა ჩვენი ხარდაჭერთა დიდი ნაწილი, უბრალოდ ვერ გაუძლო ამ ხელა დარტყმას. ვერ გაუძლო ხა სოფელში 20 კაციან, ასე ვთქვათ, დაჯგუფებას ვერ გაუწია წინააღმდეგობა, მაგრამ შედეგად რა მივიღეთ? შედეგად მივიღეთ, რომ ქართულმა ოცნებამ კი არ გაიმარჯვა, სინამდვილეში დამარცხდა ამ არჩევნებში და ყველა საერთაშორისო ტრანსგრუპსა და საერთაშორისო დასკვნებში ეს აისახა. და წინ დახვდება ქართულ ოცნებას უახლოეს პერიოდში, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნები ხედველობაში. წინ დახვდება. ყველა ის ტყვია გაისოლა ბიზინა ივანიშვილმა, ეხლა რაც მის მჭიდში იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელსაც არ აპირებდა რომ განეხორციელებია გასროლები, რასაც 2020 წლის გეგმავდა. და ყველა არაერთი ნიღაბი სულ ხშირად ვიმეორებ ჩამოძვრა ქართულ ოცნებას. ეხლა ვერ გაუძლო, ნუ იმ სკოლის პედაგოგმა, წარმოვიდგინეთ, ილია კერძაია, ჯანმრთელობა ვერ გაუძლო ზუგდიდის რაიონში. ერთ-ერთი მართლაც სათაყვანებელი ადამიანი შემოაკვდათ, ხო? და ვიღაცი ჯანმრთელობამ გაუძლო, მაგრამ იძულებული გახდა მისულიყო და სალომე ზურაბიშვილი შემოეხაზა. მე თქვენეთაში მე მგონი თქვი გახსოვთ თქვენ პირველი ტური დამთავრდა თუ არა, ეს მართლაც უნამუსოები რა საუბრობდნენ, რომ თითქოს ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია რევანშისთვის ემზადებაო და კლიპებს ამზადებდნენ და სინამდვილეში პირველი ტური დამთავრდა თუ არა, რევანში ამოკვეთეს თავად ქართულმა ოცნებამ იმ ადამიანების, იმ საჯარო მოხელეების წინააღმდეგ, ვინც დანამდვილებით იცოდნენ, რომ ხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძეს. რამდენი საბავშვო ბაღის დირექტორი, 10 საბავშვო ბაღის დირექტორი პირველი ტური დათავდა თუ არა თბილისის ბაღები და გაათავისუფლეს. და რისთვის გაათავისუფლეს? და სკოლის დირექტორების რეგიონებში. სხვებისთვის იყო ეს გზავნილი, ხო ხედავ დედა უტირეო ამათ. მე ეხლა ვუტირეო, თქვენ უარეს გიცავთ თუ არ ჩაებმევით სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში. და ერთ-ერთი ასეთი ადამიანი გახდათ ქალბატონი ილია კერძაია. მის შუთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. აი უწესიერესი ადამიანია ბაჩანა შენგელია, წარმოვიდგინეთ და დარწმუნებული ყველაფერს აკეთებს იმისათვის და დავიხმარებით ჩვენს ყველა კეთის სინდისერი ადამიანის და მოქალაქის ვალია დაეხმაროს ბაჩანა დედამისის ყველები დაისაჯონ ხახტო და მივიდნენ ქალბატონიასთან და თხოვეს თავიდან რომ მოდიო ეხლა თქვენ სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ჩაერთეთ და თქვენი პედაგოგები, მოსწავლეების შობლები დარაზმეთო და ქალბატონმა ინამ უთხრა რომ იცით რა არ ვერევიო საერთოდ არც გრიგოლ ვაშაძე მაინტერესებსო და არც სალომე იყო ხო ესე ეგეთ საუბარი სიცოცხლეშივე თქვა ხო კომენტარი მიცა არც გრიგოლ ვაშაძე მაინტერესებსო და არც სალომე ზურაბიშვილი ხელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენიო სკოლაში დამარგეთ მეორე ვიზიტი უკვე ტონს მოუმატეს და უკვე დაავალდებულეს და უკვე დაუწყეს მუქარა შემცველი საუბარი. მე ასე შემდეგ და ქალბატონმა წერილი მიწერა თუ ასტები განათლების სამინისტროს. მე იძულებული გახდა და რუსთავი ორი ჟურნალისტ ეს ყველაფერი რასაც მე ვყვები უთხრა. ამიგეთ? და ვერ გაუძლო ჯანმრთელობა. და ეხლა ვინმე შეერა რომ ეს ყველაფერი მოხდა გახარია ჩართულობის გარეშე, რომელიც კურირებდა სამგელოში არჩევნებს და გაბედავდა ეხლა რესურს ცენტრის ხელმძღვანელი რომ ესეთი შტურმი მიეტანა დამსახურებული პედაგოგისთვის და დღეს რა ხდება ბაჩანა შენგელია გამოყვედურით იხვეწება როკასო დაზარალებულად ცანითო და საქმის მასალებიო მომეცითო და არაძლევენ
და თქვენ გონიათ ეს უპალოდ ჩაივლის? არა ხო არ ჩაივლის რა თუნდა ამას. აი მე იცით რა ხშირად ფიქრობ ხომ ხვალინდერეთ გათედა და უცბად გავიგე ქართული ოცნება წავიდა ჩაბარდა რაც გარდაუვალი ხიმა ძალიან მალე ხო? რას ტოვებს ქართული ოცნება? რას გვიტოვებს? რა მემკვიდრეობას გვიტოვებს? აი ზეგ აღარ არიან და უკვე რომ მოიხედავენ რას დაინახავენ? ვერაფერს ვერ დაინახავენ. გარდა გაფუჭებული საქმეებისა. მე დავწერე ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებიდან რომ წავიდა ხო რომ მოიხედა გაფუჭებული საქმეები გირგვლიანი საქმეებს მათ შორის დაინახა და მაგრამ 5-ჯერ გაზრდილი ეკონომიკა 10-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი 11-ჯერ გაზრდილი პენსია სახელმწიფოს დაემსგავსა ეხლა თამს აღარ იხდიდი ბოლო ხო გამგეობაში რომ იხვიდოდი უჯრაში არ დაუდებდი ჩაუდებდი იმას რა ფულს და გაიშნიქს ჯიბეში არ ჩაუდებდი და ექიმს ხალათში არ ჩაუდებდი ფულს ხო არ არსებობდა როგორც ასეთი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში ეს ყველაფერი წარმატებული რეფორმების შედეგად მოვიდა ამით ამახოს ნაციონალური მოძრაობა იმდენად რამდენადაც ასევე რიგი შემთხვევები ძალიან მწვენიათ იმიტომ რომ დამოკლეს מחვილივით დაგვეკიდა ხო ჩვენ წინა ხელისუფლება თუნდაც მარტო გირგვლიანის საქმე რა ადგილს მაგრამ ეხლა ქართული ოცნება როდესაც უკვე მოიხედავს რას დაინახავს გარდა სარალიძესი გარდა იაკერძაიასი გარდა მაჩალიკაშვილის გარდა ამ შევიწროებისა და პოლიტიკური რეპრესიებისა რას დაინახავს სფერო მითხარით რომელიც განავითარა ან წარმატებას მიაღწია ვინმე რაიმეთი კმაყოფილი ამ ქვეყანაში უბრალოდ მოქალაქე დამანახეთ გარდა იმ ადამიანებისა ვინც მუშაობს სახელმწიფო სამსახურში და ისიც ვალდებული უბრალოდ რომ გაიცინოს ჩემონიკა ერთადერთი რაშიც ესე ვთქვათ გარღვევა გვაქვს ბიტკოინების წარმოების ისა კანტორა გახსნეს გდანში და ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ბატონო დავით მართა ყველაფერს აკეთებს რომ არასაარჩევნო გზით წავიდეს ხელისუფლებიდან რაც არ მიხარია საერთოდ მეც არ ისტორიული პრეცედენტი დაუშვა ნაციონალურ მოძრაობამ რაც არ უნდა არასერიოზულად მოიხსენიოს ქართულმა ოცნებამ. პირველად საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს ისტორიაში არჩევნების გზით გადასცა ხელისუფლება. ამას ვერ გავიქცევით, ხო? მაგრამ ეხლა ყველა ნიშანი არის იმისა, რომ ამას არაპირებს ბიძინა ივანიშვილი. მაგრამ ამაოდ ფიქრობს, რომ არაპირებს. არ მიხარია ეს ყოფილი, ზუსტად ვიცი, რომ სიმართლე მათ მხარეს აღარ არის. და აუცილებლად წააგებდა და მე საბოლოოდ როდის მივხვდით რომ ქართული ოცნება მოწყდა რეალობას და მისი აქტიური მხარდაჭერათა დიდი ნაწილი მოწყდა რეალობას მეორე ტურის ბოლოსკენ გახსოვთ პატრიოტთა ალიანსის ეგიდით რო ჩაატარეს ხო ეს აქცია ვითო პატრიოტთა ალიანსს ჩაატარეს რაღაცა სიტყვით გამოვიდა ინაშვილი თანხა მოურავი არ ვიცი რო დაიძრა ეს ხალხი რო ჩაუარეს მაჩალიკაშვილებს და სარალიძეებს როგორ მოიხსენიებდნენ ბოდიში ციტირებ პიანი ცებს ეძახდნენ და ამიდა სხვა აი აქ მიხდი რომ უღრმესი ზნეობრივი კრიზისი აქვს როგორ უნდა მოგიბრუნდეს ენა რომ ეს თქვა და არაერთმა თქვა გოგონა იყო პირდაპირ ჩარტა ქონდა ფეისბუქი და უყურებდი ერთმა და ორმა კი არ თქვა ძალიან ბევრმა თქვა საიდან მოვიდნენ ამდენი ერთად ან ეხლა აშემილია ესეც არ ვახსენო ქალბატონი ინფრასტრუქტურის მინისტრი ეს მაია ცკიტიშვილი პარაკისის ხეობაში ჩავიდა ჯერ ანამუსით ჩავიდა საერთოდ ახლა შეხვედრა გაიმართა რომელსაც დაესწრო მაჩალიკაშვილის დედაც გააქვს ეს კადრები ნახე მაჩალიკაშვილის დედა დაესწრო და შეხვედრის ბოლოს მივიდა ეს იმედმა გააშუქა სხვათა შორის ტელეკომპანია მივიდა და ეკითხება იცით რაო აი ესო თემილანის კლუბასთან დაკავშირებით მაგრამ რა უპასუხა ორივე საქმე უნდა იყოს თანაბრად გამოძიებულიო ერთიო მისი ჩართულობა ტერორისტული აქტის მოწყობასთან დაკავშირებითო და მეორე რამდენად მართებულად იყო ჩატარებული სპეცოპერაციო აი ესე ურცხვად თვალებში უყურებდა შვილმოკლო დედას რომელიც დაუხვირდეს ლოგინში მაგრამ ტოლობის ნიშანი დასვა ამ ორ საქმეს შორის ანუ ორი საქმე არის გამოძიების ქვეშო ერთი აი ეს ტერორისტული არ შედგარი რაღაც აქტიო და მეორე უბრალოდ რამდენად მართსაწინააღმდეგო ან მართებული იყო სპეცნაზის მოქმედება გაუღიმა და დაშორდა ესენი არ არიან საღ აზრზე უკვე
აღარც იციან შვილმოყულ დედას როგორ ესაუბრო. მე არ მახსოვს ეხლა პირდაპირ გეუბნებით მსგავ ეხლა უდიდესი ტრაგედია და დანაშაული, ხო? გირგვლიანის სახელმხედველობაში. მე არ მახსოვს რომელიმე ნაციონალური მოძრაობის მინისტრი ირინა ენუქიძესთან ასე პირადად კომუნიკაციაში მსგავსი რამ წამოწდენოდა და ან ირინა ენუქიძესთან ჩაევლოთ და ეთქვათ, რომ ეს რა ქვია, ესახარ და ისახარ რაც მაჩალიკაშვილებს აკადრეს. პრემიერ-მინისტრი ხა, რა უნდა ვთქვათ, ეხლა იმის შემდეგ გვიკვეს ჩვენ ბახტაძე, რაც თქვა ეხლა ევროსაბჭოში ვიზიტის დროს, რომ ეს ადამიანები თავიდან ბოლომდე ტყუზე დგანან. საათ ერთია შეიძლება კარგით აქ მოხვიდე ეთერში და ტელეკომპანია იმეჯი წახვიდე რუსთავში და ტყვილი იკადრო, მაგრამ მეორეა ხო, ეხლა როდესაც ქვეყანა წარმოადგენ საერთაშორისო ასპარეზზე მით უმეტეს და ამბობ საარაპო ტყილს და რას გულისხმობ? ჩავიდა ეს ბატონი და თქვა რომ აიო ჩვენო ისეთიო წარმატებული რეფორმები გავატარეთო ეხლა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდებითო ცოტა ხანშიო იმდენად დაგვიფასებო სიამდვილეში რა ხდება ალფავიტის მიხედვით უწევს საქართველოს όλοι 6 თვის შემდეგ ეს ტყვილი რო იკადრა პრემიერ-მინისტრად წოდებულმა ადამიანმა დამთავრებული ამბავია ხალხო ეს ხელისუფლება დგას მხოლოდ და მხოლოდ ტყილზე მეტი არაფერზე აღარც დგას აი ჩვენ გასას გეტყვი პარლამენტში არ დავმალავ დავკარგე ხალისიც კი პაექრობის ქართული ოცნების დეპუტაციასთან აი აღარ მინდა ჩხუბი და დისკუსია კობახიძესთან თავლაკვაძესთან დინარეზთან რატო იცით იმდენად არაფერს არ წარმოადგენენ ვიცი რომ გინდ კედელს ველაპარაკო გინდ მათ აი ნულოვანი ავტორიტეტის მატარებლებია პირველ რიგში თავიანთ გუნდში უბრალოდ არიან მოციქულები ჟურნალისტებს რო ინტერვიუები მისცენ და კომენტარები მისცენ იმისთვის დადია პარლამენტში ნიკა ახლა ეს რეალობას გეტყვი მორალური ოპერატესობა რაც ქონდა პირველ 2 წელიწადს დახარჯეს გაყიდეს და რაც არიან ეს არიან საწოდაობა რასაც ხედა მე უბრალოდ ახლა კოლხი კაცი ხარ და ვიცი რომ ძირძველი ზუგდიდელი ხარ და იცი მინდა ხოლმე რაღაცა ის ვისროლო. გუშინ ახლა ღარიბაშვილს უსმინე. იმე საწოდაობა იყო. ესე იგი, ძეხო ბიძინა ივანიშვილი ზარზეემით დაბრუნდა და თქვა, რომ აი ხა დავიწყე მეორე ტემპით შეტევას და ავაღორძინებ ქვეყანასო. ვითომ არ ყოფილა, მაგრამ უნდა დაბრუნდა ხა ფორმალურად. ნუ რა გააკეთა კი ხედავთ, ხო? და ეხა რას ცდილობენ? რომ ღარიბაშვილის დაბრუნება გაასაღონ რაღაცა მაშულო გოლა. მესის მოსვლა. გუშინ ერთ-ერთი ჟურნალისტი ეკითხა, აი მე ზუგდიდში ღარიბაშვილი ამბობს. მე ხა ზუგდიდში ჩასული ვიყავიო და მკითხეო იქო ჩვენებსო. რომ კი მაგრამო აი სულ ვიგებდითო ზუგდიდსო და დამაჯერებათო და ეხა რატო ვაგებთო? და რა მითხრესო იცითო? მითხრესო რომ აი იმიტომ რომ აი 2 წელია გზა ვერ დააგეთო რა. სარდო დაიყვანა პრობლემა წარმოგიდგენია? ეგრეა გასო კლიშეებს. ჩემ დროსო ხო სულ იმარჯვებდაო. ქართული ოცნება. თავის ასე თქვათ წამოწება უნდა და მნიშვნელობის თვალსაზრისით. არა, სინამდვილეში ღარიბაშვილი რა არის ბიძინა ივანიშვილის ხელში ბიძინა ივანიშვილისთვის ეხლა. იგივე რაც მამალაძე იყო, ჩემის აზრით, მამალაძე იყო შევარდნაძე. ბოლო თვეებში. ხო, ბოლო პერიოდში. როდესაც შევარდნაძე ცდილობდა მამალაძის ხელით დაელაგებია შავნელი საქმეები. ესე იყო, რა ვიცი, ამიტომ ზუგდიდზე შეკითხვა დაამეტავებინა რეკლამაზე გავდივარ. ნიკა, აი, მათა კარგად ვიცნობს ლამეგრელოს და აი თუკი, ხანო აი ლილოში უფრო იაფიქრის ვიდრე ელიავაზე, აი თუნდაც ნატურები. აი დანაჩანგალი რო აი. ყველაფერს ემატება იქ, აი თუკი ხოსტარიანი ნატურა არის ლილოში. 7-8 არის იმაში რა ქვია ზუგდიდში. აი ყველაფერი არის აი 30-40% თითქმის და ცხოვრების დოზისაი ცხოვრება ძვირია ზუგდიდში, იმიტომ რომ ყველაფერი ჩადის და უცნაური ფასებია იქა და ზუგდიდის მერიაში. არა, ნიკა, რეკლამის შემდგომ ვისაუბროთ. ნუ გონია ნურავის რო იქ გზები საწარმოები არ არის. პროკურატურის შენობა ვნახე, ნიკა, გავგიზდი საბჭოთა კავშირის დროს რა იდიოტორბაც იყო, იგივე საკეთებენ. შუა ქალაქში აი ქუჩაზე გადმოკვეთილია გისოსები პროკურატურისა მსგავს იდიოტობა მე არსად არ მინახე აი გესტაპოს რო ქონდა ისეთი რაღაცა არც ხენია შუა ქუჩაში გადმოიტანეთ გისოსები თუ ჩაევლი ნახე რა და პატრონი არ აყავს ზუგდიდს სამეგრელოს საერთოდ პატრონი არ აყავს ნიკა და
აი რითი ფიქრობთ პატრონი ვარ ყავს უკვე თავად იციან უკვე წინა შემთხვევაში ხა რასაც ზუგი ჩაკეთებს რეკლამაზე გამიშვროთ მე ფაქტს გეუბნები მე მგონი ყველაზე უფრო დისკრიმინირებული და დაჩაგრულები არიან სამეგრელოს მოსახლეობა არა მაპატეერა ის ვიღაცა ხანიზე რომ დამოუკიდებლად 78 მილიონი გადაყარეს ფაროსანას წამლებზე და დავაგვიანეთო გამოყენებო აშიმშილეს მთელი სამეგრელო ის ხილზე 3 წლის წინ ვიძახდი რომ მისახედა აპრილში თუ მაისში ჩაატარეს ის შებოლვა რაღაც იდიოტობა და მოსავალი განადგურდა სამეგრელოში. მოდი ამაზე ვისაუბროთ რეკლამის შემდგომ დაგველოდეთ ხალხო ეხლავე დაგიბრუნდებით. ნებისმიერმა საკვებმა ხშირად შეიძლება გამოიწვიოს შებერილობა, სიმძიმის შეგრძნება. თუმარიდან პრინციპში მოდი თქვა გადამწყვეტი ბრძოლა იწყება ზუგდიდში და აი ძალიან ბევრი უცნაურობები ახასიათებს იქაურ კლიმატს და სიტუაციას. ახლა თუ იმ ღარიბაშვილს დავუჯერებთ ასფალტი არ არის მარტო ასფალტი და ნიკა მე ციფრები მაინტერესებს და განწყობები აი მოდი ესე ვთქვათ რა ეს სადღაც 60-40 იყო გითხრათ ეხა სიმართლე და ზუგდიდში ძალიან კარგად ვიცნობ ზუგდიდს წარმოშობით მამა იქ დაიბადა გაიზარდა და ნუ გვარი ხა დედის მიდანაც და მამის მიდანაც ზუგდიდიდან მოდის ხო ყველა ნათესავი რეალურად ორივე მხრიდან შობლის მხრიდან არის ზუგდიდში მაცხოვრებელი. აი განწყობები შეზე კარგად არ არის არასოდინება. ამიტომ არა მარტო პარტიული რაღაცა ინფორმაცია არის დასაყრდენი ჩემი, ხო? რეალურად დამტირებელი გვარს ვინმე თუ ყავს, მელიერს და ცანავებს ყავს ზუგდიდში, ჩათვალეთ რა. ეტია 2000 კაცი იქ. და მათ შორის ძალიან ბევრი თავის დროზე იყო ქართული ოცნების ხარდაჭერი. მართლა აი 2012 წელს რა დასამალი ძალიან ახლო ძალიან ბევრი ახლო ნათესავი 2012 წელს უჭერდა მხარს ზუგდიდში მაგრამ გასაგებია მათი განწყობები ხო ვიცი ნიკა მე ციფრების ეპირად მახსოვს 12 წლის 1 ოქტომბერს ზუგდიდში მიუხედავად იმისა რომ მოიგო მაშინ ნაციონალურ მოძრაობა ზუგდიდში ხო ნაციონალურობა მოიგო და რისკოვე საიტე მივდივარ რა თქმა უნდა აი პრაქტიკულად ანტაგონისტური დამოკიდებულება არის ხელისუფლების მიმართ არა მხოლოდ ზუგდიდში, თბილისშიც კი, იმ ნაწილ საზოგადოებაშიც კი, რომლებიც არ წყალობდნენ ნაციონალურ მოძრაობას, უბრალოდ ამ ნაწილს სურს, რომ დაწმუნდეს საბოლოოდ, რომ ქართული ოცნების მარცხი და გაერთიანებული ოპოზიციის გამარჯვება ძირწილად რა თქმა უნდა ნაციონალურ მოძრაობისა იქნება დაკავშირებული მხოლოდ იმასთან, რაც მათ მოსწონდათ და არ იქნება დაკავშირებული, რაც მათ არ მოსწონდათ, მათ შორის ზუგდიდში. მე ძალიან კარგად ვიცი რა აწუხებს და რა ფობია აქვს ძალიან ბევრ ზუგდიდელს. მაგრამ დღეს რო ზუგდიდში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, ეს გარეშეა იქ სანდრა როლოსი არჩევნებს მოიგებს. მაგრამ ვერ მოახერხებს ვითვალისწინებთ არა უნდა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ არ გავაყალბებიოთ და 107 საარჩევნობანე და 107 საარჩევნობაზე იქნება სრული მობილიზაცია ვიდრე ეს იყო მაგალითად საპრეზიდენტო არჩევნებზე იმიტომ რომ მთელი ქვეყნიდან მობილიზაცია ჩვენი იქნება იქ თუმცა არჩევნებს იგებ არჩევნებამდე და არა არჩევნების დღეს ხელისუფლება რას ცდილობს კაპიტალიზაციას ცდილობს მისი აზრით ძლიერ მხარეებზე. მაგალითად, მისთვის ძლიერი მხარე არის შემდეგი, რომ 19 მაისს ეს არის შუალედური არჩევნები. არჩევნები შუალედური, ანუ ნიშნავს, რომ მთელი ძალაუფლება და ხელისუფლება სასტურზე არ დევს. ხო, 2 წელი იქნება მაგ. შუალედურ არჩევნებზე ამორჩეველი უფრო პასიურია. კი, სწორედ. შუალედურ არჩევნებზე ამორჩეველს უფრო აშინებ. შუალედურ არჩევნებზე ელემენტარულად მიდიხარ იმ გზავნილით, რა გზავნილით დარბოდე და ეხლა ვაშაძეს არჩევნებზე და ეუბნებოდნენ ვაშაძე რომც გახდეს პრეზიდენტი, მე პოლიციის უფროსი ვიქნები და ჩემთან კონფლიქტში ნუ შემოყვა. ეხლა ესე ტექსტები იყო. კი ბატონო, ეხლა იგივე საკეთებენ. აი ეხლა ეუბნებიან რომც გაიმარჯვოს ოპოზიციურმა კანდიდატმა, მე ხო რაც არის ტყვილი, რა თქმა უნდა. ამ კარც ათამაშებენ, მაგრამ რეალურად მარცხი ქართული ოცნების ნებისმიერ საარჩევნო ოლქში იქნება ეს მარნეული, თაწმინდა, ზუგდიდი, ზესტაფონი, ჭიათურა. ქართული ოცნების ბიზნესისთვის არის პრაქტიკულად კრახის ეკვივალენტი. იმიტომ არის დამთხალი, თორე რატო ესმის სოფელ ნარაზნეში თავს ოპოზიციონერებს, ხო? კაცო, შენი აკეთე, მე ჩემსაც ვაკეთებ და საარჩევნო უნეთან გადაწყდეს, მაგრამ ნერვიულობენ, იმიტომ რომ იციან, ისევე ნერვიულობენ, როგორც ნერვიულობდა მე
არ მახასეთ ვცდილობ ყოველ შემთხვევაში ვიყო გულწრფელი. ისევე ნერვიულობენ, როგორც ნერვიულობდნენ 2012 წელს რიგი ნაციონალური მოძრაობის მაღალი თანამდებობის პირები და არც მაღალი საშუალო გულის. მათ შინაგანად უკვე იცოდნენ, რომ შეიძლება წააგონ და სისულელე აკეთეს სისულელეზე და ჯამში რა მოხდა, ჩემზე კარგად იცით, ხო? ახლა იგივე ვითარებარია. მათ გონიათ არა აქვთ ინფორმაცია, რომ ხალხის ქართული ოცნება აღარ უნდა და ჭიმავენ ამ ზამბარას. მაგრამ ჭიმავენ ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ და ამას ისეთი დება ექნება, ისეთი ალიყური ექნება, რომ გეუბნებით, აი ვეღარ გაუძლებს. არ მინდა მეთქი, რომ გაეკიდოს ხალხი ამათ. არაფერი მაინდა-მაინც კარგი არ მოაქვს, როდესაც ხელისუფლება იცვლება რევოლუციური სცენარით. ნუ არ მოაქვს. რაღაცა არის შანსი რომ მოიტანოს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში კვლავ სხვა პრობლემების, გვერდითი პრობლემების წინაშე ვდგებით. ამიტომ მოდით რა, ხალხო ქართულ ოცნებას მიმართავ, ეხა იქ ვიღაცა დიასამიძე არის სამხარეო პოლიციის უფროსი სამეგრელოში. თავიდან ფობაუნდი არის ჩართული ამ არჩევნებში. ვიღაცა ჯითი არის გუბერნატორი იყავთ, გვარი აღარ მახსოვს, იმის მოადგილეა. ის არის ჩართული. კაკავა არის ვიღაცა გახარიას მოადგილე. კაკავა. სამუშაოები მეგონი იქიდან არის უდიდია და იქ თხემით ერფავდეს პოლიციელები არიან ჩართული. ვერ დაინახეთ ნარასოს ტელეფონი. სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე თავის პოლიციელებს რა მესიჯებს უგზავნიდა. პოლიციელები დაძდებენ ეხლა და ეს კინო ხო ნანახი გვაქვს ხალხო როგორ მთავრდება თქვენ არ გაქვთ ნანახი. რატო გონიათ რომ ბიძინა ივანიშვილი გადარჩება? პირდაპირ გეტყვით ეხლა ვერ გადარჩება, იმიტომ რომ ხალხს აღარ უნდა, აი კატეგორიულად აღარ უნდა, ხალხმა გადაწყვიტა, ხალხი ემზადება შეთქმულების მოსაწყობად თქვენთვის, ემზადება. სამზად ისინიდის უკვე. მაგას სწორი ხომ იკაი, მოდაში აღარა უკვე ქართული ოცნების ისა. მოდაში აღარ არის ერთია და ეთყობა ხალხ. პირველში რა მოხდა, რატო გააფრინდა ქართული ოცნება? ყველგან ბერმა მოაწყვილა. ეს კი მაგრამ ყველა ხალხში მოიგებს. ანუ დაშინებით ვინც მიიყვანეს, ხო? და უთხეს ახლა შედი და შენ შემოხაზე სამუზურობაში, რა კი შემოხაზაო და შევიდე და შემოხაზა გიგოვაშაძე. და შედეგი რა როგორი დაიწყო? თბილისი წააგეს თავი და ბონდი და შეგეკითხა. აი მოდი პირდაპირ გეტყვით. დიახ. რიტორიკულად დავსავ კი ბატონო და მაინდა-მაინც აი ვის ხარჯზე უნდა მოიგოს არჩევნები თუ ჩატარდა 2020 აი მაგის თქმა მინდა რა უნდა ვიტყვი ბიზნესი მაცალე ერწავს რა აი ცაიშთან რაღაც სოფელია მაინც ატყთი იწება იქაური აია ხო აი მარჯვენა მხარეს რა მითხრა იცი იქ ერთმა კაცმა ეხლა ხანსა გუშინ წინ ნახე თუ არა ვწდები და ირადობის მოწმობებს და პასპორტებსო ქირაობენო რა ვიცი 300 ლარს ეს მართალია ილომბარდებენ ანუ რას ნიშნავს ქართული ოცნება მუშაობს ორი მიმართულებით ერთი რომ გაზადოს თავისი ამორჩევრის რაოდენობა დაშინებით მუქარი ჩანტაჟი აუ ჯანდაბარას არ აკეთებენ და მეორე რომ შენი მხარდაჭერთა რიცხოვნობა დაფლითოს და როგორ მიდიან და ეუბნებიან მომეცი რა შენი პირადობის მოწმობა რა 19-ში გვარი არჩევნები 20-მდე მომეცი მე წავიღე იქ ძველი ბიჭი მივა ვიღაცასთან წარმოვიდგინეთ კეთის ინდიციები ოჯახის შვილთან ბავშვთან და ეუბნებიან 19 ყველას ხوارშეულე თავისთავად დაიწოს ეხლა რამდენ არა 300 ლარად მეც ჩავაბარებდი პასპორტი 15 პირადობის მოწმობაზე სხვადასხვა ასე თქვათ ეს არის რა ქვია თანხა რა იქ 300 ლარიც არის 500 ლარიც არის გააჩენ ილომბარდებენ ეუბნებიან ზოგს პირდაპირ მოდი აწენენ პირადობის მოწმობებს რა აწერენ აი ძველი ბიჭი მოკრიმინალო ელემენტი აწერს იმას ვისთანაც გაზდის და ეუბნება რომ მომეცი ეს შენი პირადობის მოწმობა აჰა შენ ან იმასაც არ ეუბნება საერთოდ არაფერს არ აძლევს 20-მდე იკავებს არჩევნების დღემდე რომ ის ვერ წავიდეს ანუ პოტენციური ოპოზიციად განწყობილი მოქალაქე რომ გაანიერა რა თქმა უნდა ყველასთან ვერ გაზდის მაგრამ ამას ერთ-ერთი მეთოდია ხალხმა აი მე ნიკა ეს რასუშველის რამდენი პასპორტი უნდა წაართვა ან რამდენი ვარ ისეთები ვისაც თავის დაცვის უნარი არ შეძლებს არიან ასეთი ადამიანები რა თქმა უნდა ბევრი არიან ნიკა ბევრი ახლა მე არ მოგიყევი თქვენ ეთერში არ მიყევი პირველი ტურის პირველი ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ვაკის ცენტრალურ ოფისში გიოგოვაშაძის შტაბში მოვიდა ქალბატონი უცუბიძის ქუჩაზე ცხოვრობს მე სამყაროს დიახ თქვენ ეთერში მოყვევი როგორ თუ მე მგონი ხო და რა მითხრა დამჭირდაო შვილიზე მიყვანა იუსტიციის სახშიო შვილის მიყვანა რომელიც 20-21 წლის იყო შვილის
და სულ ფეხს ითრევდა არა მე დედა ბოლოს რომ მივაწექიო და წამოდიო კაცო უნდა გადავაფორმოთ რაღაცა პირადობის მოწყობა მას პირადობის მოწყობა არ ქონია და მე დედა ისი დედა ჩაეძია და აღმოჩნდა რომ ვიღაცა ნუცუბიძემა მესამე პლატოზე ცხოვრებმა რაღაც ვილა ბერიკაროა იმის გვერდით ტორფში ცხოვრობს ძველმა ბიჭმა ამ პატიოსთან ბიჭს ჩამოორდა პირადობის მოწყობა რომ არჩევნებზე არ წასულიყო განაზოგადეთ ეხლა აბა არ უშველის ხაფნო ქართული ოცნების დავასრულებ ამაზე საუბარს ძალიან მძლავრი პლუსი იყო პრეზიდენტ არჩევნებზე და ეხლაც რჩება თვითმმართველობის არჩევნებზე ამ არჩევნების სპეციფიკა ყველამ იცის რომ არდებს სასტორზე მთელი აღმასრულებელი ხელისუფლება და აი ამის კაპიტალიზაციას ახდენენ მაგრამ გროვდება ეს უარყოფითი ენერგია და იფეთქებს რა ხალხო რა. არის რიკა შეგაკითხები ეს. ეს არ მეპარება ამაში რა ხალხო აი აღარ დამცველი აღარ ყავთ ქართული ოცნების სასარგებლოდ პოზიტიური დისკუსია უკვე არის სირცხვილი. ქართული ოცნების აქტივისტი თქვენ აღარ ყავთ. აქტივისტები აი მელორ ვაჩანაძეები აღარ ყავთ ხო? ყველას ევიდება თქვენი აღარ უნდა და სიცხვილია აქტივისტები აღარ ყავთ ალბათ საჯარო მოხელეები აღარ ყავთ რა ნიკა შეგეკითხები რა მაინტერესებს ახლა აი ნუ სადღაც საშუალოდ აი 40-60 არის თბილისშიც განწყობები აი რა იყო შაბათის საფილარმონიო განწყობა ვითომ მესამე გზაო და აი შენი აზრი მაინტერესებს სტარია თავში ის მოსაზრება თითქოს ბიძინა ივანიშვილი საჭადრაკო დაფაზე ფიგურებს ანაცნობს სტარია ხალხო ამით ისე თქვა გვინდა რომ ბიძინა ივანიშვილის შესაძლებლობები არის იმდენად ზლავრი რომ მას აქვს უნარი და ენერგია შემორჩენილი მაპატიეთ რომ რაღაცები გადაათამაშოს არა უბრალოდ იშლებიან ხალხო იშლებიან ხშირ შემთხვევაში ეს არის ბიზნეს ინტერესები რომელმაც კონფლიქტი გამოიწვია რიგ ქართული ოცნების ცნობადებად ეწოდებულ სახეებში, მაღალ ჩინოსნებში და თქვენ გონეთ, გახარია კალაძე და ღარიბაშვილი ერთმანეთს იმდენად ვერ იდანს. ამდენადაც ბევრს არ წარმოუდგენია. რას ველაბარა? რა თქმა უნდა, ხო? და ნუ ბესელიასთან რა, ბესელია თუ მეკითხებით გიპასუხებთ ეხლა. მაინტერესებს. ბიძინა ივანიშვილს უნდა ეკა ბესელია ჯდარიყო წყნარად კაბინეტში აძრებდა ვიცე-სპიკერის თანამდებობას და ეუბნებოდა შედეგად ჩუმად იყავიო. რა მიზეზით როგორ მიზეზით რა მნიშვნელობა აქვს? ამ ხალხმა იყვირა და დაუპირისპირდა. და მე მოხდა ის რაც მოხდა, ნუ მანამდე ბატონმა ჭეჭინაძე ხო? კი. იშლებიან ხალხო. დღეს რატო გამოვიდა ბატონი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე და ერთ-ერთ მთავარ თემად რა აქცია. აიო ხო თქვენო ფილარმონიაში რომ შეიკრიბეთო 3%-ზე მეცო ვერ აიღებთო და ვერც გადალახავთო. რატო ისმის კითხვა? რატო გაახსენდა ეს დღევანდელი გეტყვით? ვინაიდან და რადგანაც ყობახიძე და არა მარტო მან შვენივრად იცის განწყობები პარტია ქართულ ოცნებაში. რომ არც თუ ისე ცოტა აქტივისტი აპირებს პარტიის დატოვებას და მათ შორის გადაბარგებას ამათთან. და ეხლა უნდათ რომ გააშალონ მაქსიმალურად და უთხრან რომ ისინი არიან წყალწაღებულები, უპერსპექტივონი და მათთან მეგობრობა არის განწერული მარცხნივ და არ მიწახოთ. აბა ეხლა პარლამენტის თავმჯდომარე რომ გათანდება დღე და რომ გამოხვალ ჯერ რაშო ვიღაც ახსოვდა ფილარმონიაში შეიკრიბე თუ არ შეიკრიბე, ხო? ჩვენ იმ პროცესებზე ვერ ხედავთ რა პროცესებიც მიმდინარეობს პარტია ქართულ ოცნებაში და მე გეუბნებით პატარა არის თბილისი და ძალიან კარგად ვიცი რა ხდება პარტია ქართულ ოცნებაში ნაკლებად მაინტერესებს მაგრამ პროფესია მაქვს ისეთი რომ ვიცოდე მეტნაკლებად რა ხდება თავად კონკურსში ჯანდაბალ ქართულ ოცნებაში აი ჯაბა ჯიშკარიანი და ეს ბატო შაქარაშვილი ხა ჩემი პოზიცია მათთან დაკავშირებული და ზოგადად წარმოდგენა ნუ არ არის მაღალი ხო მაგრამ ერთ რამეს ვერ დაუკარგავ ეხა ეს ადამიანი ხო ჯაბაჯიშკარიანი ხა თუ ვინმე დარბოდა და იყო აქტიური და იყო უკომპრომისო თავი დავანებოთ ხა ჩემთვის მიუღებელ პარტიას წარმოადგენთ თუ არ წარმოადგენთ ფაქტია ხო მისი დამსახურება ნაციონალური მოძრაობის დამარცხებაში უდიდესია აი ხა შეხედეთ აქეთ ანრი ოხანაშვილს ხო მოკლედ ჩართვალი, ანუ კონფლიქტია თავის თავში. ვინ არის ანრი ოხანაშვილი, ვინ არის თალაკვაძე, ვინ არის მდინარაძე? რა პოლიტიკური კაპიტალის მატარებელნი არიან ხალხო? 2019 წელს პოლიტიკურ კაპიტალად მე რო კვლავ წარმომიდგენ შენი პარტიისას ირაკლი ღარიბაშვილი, ხა ნორმალური ხარ?
ირაკლი ღარიბაშვილი ადამიანი, რომელმაც მთელ ქვეყანაში დაარიგა საახალწლო მისალუცი ბარათები და ულოცავდა გილოცავთ ახალწლს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მომდენო დღეს რომ ამოვარდა ბიზნე ივანიშვილმა ფეხსაცმლის ჭვენტი და გააგდო სახში კოლორიტული რაღაცა თქვა უილებულებო ფასეულობრივი გაცილი ადამიანი სოლის ნაცავი არ არისო ამით დარჩება ეს ვინმე თუ კორუმპირებული იყო ეს თავისი კახური გაგახსენე წყლის კომპანიაში დაიკარგა 4 მილიონი იცი კაცო თავისი რა გვარი იყო საგამოძიებო რაღაც იცი მაგისტორია აი მე მარტო მაგინი კაცები სოლის ნათესა ხო კორუფციაში მხილებული ადამიანი იყო ხო მოდი რა თავიდან ნიკოში რა ელელავს ელემენტარულად შეცეხლა იგივე მოგდის რაც ხოცებს ვოზით თავანებოდ ხოცებს არა თავიანთი არა მე ახლა უფრო მაინტერესებს ეხა პროვოკაცია არა შვილებს ერთები კეთილად ვიდა კითხვა დამესვით რა ხდება რატო შეიძლება ფილარმონიაში მე პატიოსად დავიწყე პასუხის გაცემა გადადიხარ ქათოლოციაში პასუხის გაცემა თავიანთი გაჭირებიათ მაგდუდა მე თავარი მაინტერესებს კაცო ამხელა პარტიის ისახანო ფაქტიურად აღმასრულებელი ისახან რა მაინტერესებს იცი ბოდიში სამეგრელოში კი სხვა რაიონებში რა სიტუაციები იგივე ამ გურჯაანში მოიცა რა გვარი არის ის ქალი ნემსიწვერიძეა ვიღაცა ნუნუკათო ნუნუ მოსამართლე მითიური გამხდარი რა სიმპათიური ქალი არის და აი ის საშინელება იყო მე პირადად აი გულისამრევად მიმაჩნია ამ ქალის სასამართლოს რაღაც ფარსი ეხლა დახურეს ხრაკლიტოში აი შენი პარტიის ნუ აი შენი რეგიონალურ ორგანიზაციებში ხა ესენი კოცები ქირქილებენ რომ შევახსენოთ მოსახლეობას ვინ არის ნუნუ ნესიწვერიძე ნუნუ ნესიწვერიძე არის ადამიანი ვინც გაასამართლა ვიცი ეგ ისტორიას მოქალაქე ამ ქვეყნის გაუშვა ციხეში და 6 თვეში მოკლული აღმოჩნდა ცოცხალი და ჩამოვიდა მთიდან წემსად მუშაობდა და ჩამოცოცხალი ვარო რასაც ეს მოსამართლე მაშინდელმა სასამართლო სისტემამაც კი დაითხოვა მაშინ დაითხოვა ამათა დააბრუნეს მეტიც უვადოდ გაამწესეს აი მე მაგი გამიკვირდა იმიტომ რომ მე მიშას დროს გადავდი მიშას მოსამართლეებზე და აი მაგალითად მოკავდა მაგაზე მომყავდა რომ ის კაცი ყოფილა იმაში დაღესტანში გადაცული ნაცავებში დაბრუნდა და შოკირებული იყო სასამართლო აი აქ ალბათონმა კირკიტაძეზე გასცა სანქცია დაკავებაზე და მე საქმე დაეწერა ამ ხალბატონს და დახურა ეხა პროცესი ანუ ვერ დაესწრება საწოდაობა ეს ხალი არაფერი ხალხო მე წესით და რიგით უნდა როგორც პოლიტიკურ ოპონენტს ხალხს უნდა მიხაროდეს როდესაც ბურუსიძეები და ჩინჩალაძეები შეისის ხორცეს და სახელმწიფო პოლიტიკის ხარისხში აიყვანეს ამათი დაცვა რას გადაყვენა ბიძინა ივანიშვილი იწყებს და ამთავრებს ყობახიძე იწყებს და ამთავრებს ამათი ქება დიდებით იქამდე მივიდა რომ შავგულიძე გამოაცხადა ვერაგმტრად და ის ანგელოზა ხო შემოგზავნი ბურუსიძე აი მე და ისე დეტალებშია გარკვეული ბურუსიძე იმის გავლენის ფეშა ბურუსიძე დაკავშირებით რომ რას ნაფიქრებინო ის ძალიან დიდ დროს ატარებს ამასთან კი ის ტაინის საветნიკი არის და სისულელია საერთოდ გადაწყვეტილება რომ ქართული ოცნება მოდიფიკდა ღარი უკვე გუშინდელი დღე ჩვენი ამოცანა არის ახლა რაც შეიძლება უმტკინვეულოდ მშვიდობიანად არჩევნების გზით ჩამოვაშორდეს ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი და ამოცანა ხელისუფლება. ნიკა რომელ რაიონში რა განწყობებია სწავლო? ერთნაირ ხალხთა პირდაპირ გეუბნებით არ განსხვავდება მით უფრო კონტრასტი არ არის საერთოდ. რუსთავი უფრო აგრესიულია ვიდრე ერთადერთი რაიონი შეიძლება მოიგოს უფრო 2020 წელს ეს ბიზნე ივანიშვილმა ისიც გაუჭირდება საჩხერე ხო? ხო. ერთადერთი შეიძლება აი ისე წარმოგიდგენთ ძმები ყველა ოჯახის წევრები იქხავს ერთადერთი გამორიცხული არის ხალხი არ მიცე არ მოგცეთ რისთვის უნდა მოგცეთ და დაუშვათ ქართული ოცნებით ცალკე აღებული ერთი წევრი ან მხარდაჭერი წარმოვიდგინეთ და მას აუხსენით რატო უნდა მოგცეთ ხმა 20-ში ხარდაჭერებიც კი დღევანდელი ხარდაჭერებიც კი დაგიჭერენ ხო ზუმ შეაქცევა არ არსებობს გაკოტრებული გაბანკროტებულია იდეოლოგიურად გაცილი არაფერზე არ დგას გეთანხმები რა აი თქვენ დათო აკუბარდია ქართული ოცნების პოტენციური ხარდაჭერი რატომ უნდა იყოთ მოტივირებული რომ ხარი დაუჭეროთ ოფიციალურად გეუნები და ვაცხადებ
არც ერთ არჩევნებზე 2012 წლის შემდეგ არ მიმიწია შედის რამდენად არ არის ანუ აღარა ვარ მაგათი მომხრე რატო ის თვითონ გავნუდგნენ ხალხს კაცი გამოვიდა კაცო წინაპირას არ უსმინე ბედოვლად არცე რო ისდა რეებს ლაპარაკობდა ნიკა გუშინდელი კი არა გუშინ წინდელია იმ არგზე გამოვიდა და მიწაში ჩადო საერთოდ ამაზე არც უნდა საუბრობდეთ ბიძინა ივანიშვილმა რაკმა სანამ არის მართველი ძალის პარტიის თავმჯდომარე კი ბატონო გვინდა არ გვინდა შევეხებით მაგრამ აქაც რამხელა ტყვილი გამოაშკარავდა ერთი თვითადრე წერილი გამოვა ქვეყნა სადაც საუბრობდა თითქოს შერიგებაზე ხო ეს რა ყალბი იყო შერიგებაზე ერთობაზე ხო ერთად სიყვარულზე გაგებაზე და მომდენო დღეს ანუ ეპისტოლარული ურთიერთობა ხალხთან ასეთი დაამყარა ამ შინაარსის მეორე დღეს მიცულცულდა ტელეკომპანია იმეჯი დაждდა და დაავიწყდა გუშინ წერილში რა თქვა და დაიწყო შუბლის განმივება ისე კიდე ეგ საშიში მე რა მაინტერესებს იცით აი საზოგადოებას მივიგითო რა პოლიტიკური სტრატეგია ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს როდესაც ამას საუბრობდა ტელეკომპანია იმეჯში რას ემსახურებოდა აი რო დამთავრდა გადაცემა რა გავიგეთ აი რა გავიგეთ რომ შაგულიძე არის ის ვინც არის ბატონო ლადო კახაძეს კარგად ვიცნობ ოჯახიდან ვიცნობ და მის შვილებს ვიცნობ არაჩვეულებრივი ადამიანები არიან ხო თაწმინდაზე ცხოვრობენ მართლა წდება გული რომ ბატონი ლადო არის დღეს ქართული ოცნების კანდიდატი აი მისი პრობლემა მართლა ძალიან წმინდა გული რატო ისე ვიცნობ ამ ოჯახს ახლა ელემენტარულად თაწმინდაზე სოლოლაკში ვერაზე ეხა კუჩა თუ რომ მოგიწევთ ბატონლადო სიარული აი მურუსიძესთან დაკავშირებით კითხვა რო გაჩნდება ან ჩინჩაძესთან დაკავშირებით კითხვა რო გაჩნდება სარალიძესთან დაკავშირებით კითხვა რო გაჩნდება მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით კითხვა იაკერზე რა პასუხი ვიცი რომ ვერ გეკნევოთ ეს პასუხი რატომ აიტკივეთ თავი ან იცით და 6 თვე იქნება პარლამენტში ახლა მე რატომ ვარ აი ბატონი ლადო არის არაჩვე მე ვარ ექიმის შვილი ხო მამა ჩემი არის ექიმი რა უნდა ხა აზორმელიეს პარლამენტში არა გაზო მიხედავ პირდაპირ ხა რო იყოს რა უნდა იმიტომ რომ ქართულ პოლიტიკას ხა მამა აზორმელია სიკეთეს ვერ მოუტანს ხა პარლამენტი არ არსებობს უბრალოდ არ სხვა ადამიანია ხო სხვა გაკანებისა და საერთოდ მარცხენა პოლიტიკისგან დიდი ადამიანია ლადო კახაძე ხალათით არის გაცილებით მაგარი მოქალაქე ვიდრე პარლამენტში დარწმუნებული ვარ რომ შაგულიძე იქნება ბევრად ეფექტური კანონ შემოქმედია ბოლო იურისტია კაცო და ბატონ ლადოსთან არის არაჩვეულებრივი ალბათ кейფი კარგია მოსასმენად მაგრამ პარლამენტში ხახნო არ ვიცი ხა რა გინდა მეთქვა ეს ჩემი მოსაზრება თუნდაც თქვენთან აქ ეთერში თუ მექნება შესაძლებლობა მას პირადადაც ვეთქვი მაგრამ ნუ ჩემი თქვა მაშინ დამწყვიტა გული ბატონმა კახაძემ როდესაც სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი ხო დაამთავრდა და ასე რომ ყველა თამადა არ არის შემონიკა და მის შესახებ აი რა კვილებით მიჭირავს რომ რაღაცა სხვა არ თქვა ხა ზურაბიშვილი რომელიც საუბრობს ომის საკითხზე დაიწყო რა დიდი ფილოსოფოსობა ჭირდება და რა დიდი სიბრძნე ჭირდება რომ მისი აგიტატორი მით უფრო საჯარო სივრცეში არ უნდა გახდე ადამიანი რომელსაც უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ბევრი მოქალაქისთვის არ ვიცი ვერ ვფიქრობ რომ ეს ძალიან სწორი ნაბიჯია ნიკა მაინც არ მათქვენე მე მაინტერესებს აი პოლიტიკური ცხოვრების რიტმიკა შენი პირადად ახლა პრინციპში მეორე კაცი ხარ იურიდიულად და ამ თქვენს უზარმაზარ პარტიაში 800,000 მომხრე რო ყავთ არ მიაყავდა მართლა მაინტერესებს იცი იმაში ზესტაფონში დარი და ზესტაფონში იქნება უახლოეს დღეებში წარდგენა თქვენი კანდიდატები გამსვლელები არიან რა არის შენ რასაც ყვები რომ პოლიცია და ეს კრიმინალები და მაგათი გარღვევა შეიძლება პოლიცია არასოდეს ძლიერი ძალა არ იყო რა აი ფსიქოლოგიურად აბოლებენ უბრალოდ ვინცაა დარჩენი საქართველოში ყველანი არიან დეპრესიული ხალხი მაგათი ის აი მოტოყვა ეადვილებად ხო აი ცოტა ენერგია უნდა მე მაგალითად ჩემს სუბიექტურად აი მე სუბიექტურად შენერი ტიპები უნდა იყვნენ სუბიექტში ბატონ შალოსანს ვეთქვი ხა შაგულიძის აკიდან რჩევას თუ მიიღებს მე მაგალითად თაწმინდაზე ვცხოვრობ
ვერაზე ამჟამად და უბრალოდ განცდა მაქვს თუ გაცილებით უფრო აქტიური უნდა იყოს. ხო, შუბლით უნდა ასწდებოდეს მაგის და სპერის. მეგობრული რჩევა რომ უნდა იყოს პროაქტიული. იგივე ზუგდიდშიც და მოხდეს დღეებში მე ჩავა პროაქტიული კამპანია უნდა კონდეს. თუ არ დაინახა ამ მომრჩეველმა კანდიდატი არის მზად დაიცვას თითოეული ხმა კანდიდატი არის მზად დაიცვას ნებისმიერი მისი მხარდაჭერის განსაკუთრებით უფლებები ბერს დააშინებს ქართული ოცნების ეს მანკიერი მექანიზმი რომელიც შეფა ბიზნესში. მე მაპატია რა, ეხლა სალომე ზურაბიშვილი მე ვთვლი რომ ისტორიის შეცდომა არის და ის არჩევნების და ეს ინაუგურაცია სისულელე იყო თავდაბოლოებამდე. იმ დღიდან დავამახსოვდა შენ შუბლით შეასწრი პოლიცმაისტერს ვიღაცას დარჩება ეს ისტორიას. აი ესე თან ბოხი ხმა გაქვს რა ჩეკავდი. აი რა არის ესეთები უნდა ყავდეთ იცი იმიტომ რომ მორალური სიმართლე გააქვთ უკვე იმიტომ რომ მართლა მესამე ხარისხოვანი და მეოთხე ხარისხოვანი ვიღაც შემთხვევით ტიპები არიან ყველა რაიონში დასახელებულები და აი მე მაგალითად და ჩემს ობიექტურ აზგევნები გუცველია რა მე მაშინ ვთქვი კიდევ შენ სანამ მოხვიდოდი შენ უნდა ყოფილიყავი ზუგდიდში ისამე აი მე ნიკა გეტყვით აი ყველა მილიციონერებს არა აი შუბლით გავაგე მინდა ნათელი მოვქინო არა კაცო მე ფაქტს გეუბნები მე რასაც ვაკვირდები შენერები უახლად გეუბნები დიდი ავტორიტეტი სარგებლობს ზუგდიდის რაიონში ძალიან დიდი ავტორიტეტი სარგებლობს და ვფიქრობ რომ თუ საოცრებები არ ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ იქ უბრალოდ გამორიცხულია ქართული ოცნების კანდიდატის გამარჯვება რომელიც ნუ არ ვიცი ხარ როგორც გამიგია უბრალოდ კარგი ზუგდიდელი მაცხოვრებელი მაგრამ არაფერი მის მიღმა ბატონი შენგელია მაქვს ხედელობაში თუმცა გულახდილი ვარ და გეუბნებით და ქალბატონს ანდრესაც მან იცის ჩემი პოზიცია ხო გაცილებით მეტი აქტიურობაა საჭირო ყველა ხალია და ვერი აქტიური არა ყველა ოლქში იმისათვის და ჩვენო დავეხმაროთ კამპანიის კამპანია თქვენ რაღაცა შეგიძლიათ რაღაცა არ შეგიძლიათ მაგრამ თავარი რასაც აკეთებს ქართული ოცნება დღეს რომ დააშინოს ის ნარაზეში ეს შემთხვევა რას ემსახურებოდა დააშინ ტერორი აი ნახეთ საჯარო სივრცეში მე გიორგი პატარაიას ანუ ნაციონალური პრესამსახურის ხელმძღვანელი არაჩვეულებრივ ადამიანს როგორ არა კაცო თვალში რო ჩავარ და არ ამოისმენს რო ჩავუვარდე თქვენ განსაკუთრებით ხო წარმოვიდგინეთ იქ კიდე ანი წითლიძე კიდევ ჩვენი მეგობარი ბატონი ჩხეტია ხო ეს ადამიანები რატო დააკავეს? სხვების შესაშინებლად. ნიკა, ყველაფერი, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, აქვს ორსვიანი, სამსვიანი ჩაფიქრებული კომბინაცია. რომ ვიღაცა დაშინდეს. ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ და ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ სანდრასთან ერთად სანდრას გვერდით, მათ შორის ბატონ შაბულიძეს გვერდით, ზესტაფონში კანდიდატი გვეყოლება, ჭიათურაში არის ოპოზიციური პარტიებიდან წარმოდგენილი კანდიდატები. მარნეულში ყველგან უნდა ეცოთ, მაგრამ უნდა დაინახოს ადგილობრივმა სხივი კანდიდატში. პირდაპირ გეუბნები, და შურდულივით უნდა დარგოს მაფიოზებთან და კრიმინალებთან გვაქვს საქმე და გამარჯობა ნახვამდის გეტახვით, მე ხელისუფლებაში რომ დაუცილებლად მეგრელი ხარ და გურულები ხო ჩვენიანები არიან და სიმონა დოლიძეზე ლექსები ეხლაც ამაკიცი მოსმენილი. დარიკო იყო იქა. მაცეკვიტი აი ლიდერები იცი ვიც მართა შუბლით შემსწავლები არიან ეგეთები უნდა იყვნენ ეს ხელისუფლება არის უმაქნესი უმაქნესობა ბოროტება იცი ზასტოი რო იყო ყველა ხდებოდა რომ ბრეჟნევი კეთილი კაცი იყო მაგრამ იმპერიალ პებოდა და გასკდებოდა და დედაეთი რა სულ ყველგან სისხლისღვრა და რაღაცა იყო აი მე ვთვლი რომ გზას აყარია ეს პროცესი არის ეს პროცესი არის მიახლოებული უკვე დასასრულისკენ ერთ-ერთი მორიგი არჩევნები იქნება სადაც ქართული ოცნება წაიმტრობს გისეს მოიგო კი ბატონო ეხა ბოდიში და ტაბლოზე დააფიქსირე გამარჯვება რეალურად მოიგო წააგო ხო აი გარეთ და იგივე იქნება როგორც მინიმუმ 19 მაისის მიღმა როგორც მინიმუმ კარგი ნიკა მადლობა რობესტორე არა მართლა საინტერესოა შენეული ახმა რეალობისა და როგორც ჩანს აქეთკენ მიექანება ქვეყანა მადლობა ნიკამელია გახდა ჩვენი სტუმარი გემშვიდობებით ყველამდე და ბარე სხვა საინტერესო დებატები იქნება კარგად იყავით ნახვამდის